რევმატოლოგი ლაშა უშვერიძე, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ ამ თემაზე. დილამშვიდობის, მოგესალმებით. სწორედ რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა. საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა და ალბათ პირველ რიგში თავიდანვე დავიწყოთ სიმპტომებზე საუბრით, უმჯობეს იქნება და სახეობებზე ზოგადად, აი რევმატოიდული ართრიტის. რევმატოიდული ართრიტი ზირთად პირველი მისი სიმპტომები არის ტკივილი სახსრებში, განსაკუთრებით კეუნებში, შემდგომ ეს ტკივილი ინაცვლებს მაჯებში, მუხლებში, შეუძლია დააზიანოს მენჯბარძაღის სახსრები და ასე შემდეგ. ტკივილი როგორც წესი იწყება დილაობით და ძალიან დამახასიათებელია, რომ მაგალითად მცირე დატვირთვის შემდეგაც კი ტკივილის ინტენსივობა კლებულობს. რაც არის განსხვავებული სხვა ტიპის ართრიტების. ანუ დატვირთვის დროს იკლებს ტკივილს. ტკივილი უფრო გამოხატულია დილის საათებში და როგორც კი აქტიურობას ვიწყებთ, შემდგომ ეს ტკივილი უფრო მცირდება. ეს ძალიან ტიპიურია მისთვის. ეს ასაკს აქვს მნიშვნელობა, როდის არის უფრო მეტად აქტუალური ეს დაავადებები? ეს დაავადება ყველაზე ხშირად არის 30-დან 60 წლის ასაკამდე, თუმცა შეიძლება იყოს ისე როგორც 20 წლის ასაკში, ისე 80 წლის ასაკში. ანუ ზემოთ 60-ის ზემოთ ნაკლებად შეიმჩნევა ამ მსგავსი პრობლემები? 60 წლის შემდგომაც იწყება ხოლმე, უბრალოდ უფრო იშვიათად არის ვიდრე. ძირითადად ქალბატონები არიან დაავადებულები, სამჯერმეტი არის ქალბატონების მაჩვენებელი ვიდრე მამაკაცების. დიახ. ტიპიური აგრეთვე კლინიკური გამოვლინება არის ცხელება, დაბალი ცხელება 37-დან 38 გრადუსამდე, კანქვეშა კვანძების გაჩენა, შეშუპება, გაწითლება სახსრების და ასე შემდეგ. აიცით რა მაინტერესებს ბატონ ლაშა? საზოგადოებაში ისე არის ცნობილი, მეც მაგალითად დედა ხშირად მეუბნებოდა ხოლმე, რომ რევმატიული ხარ. ანუ აი ამინდის ცვლილებაზე რომ ყრუ ტკივილი არის ხოლმე. აი ესეთი ძლიერი ტკივილი კი არა, თქვა ციცხითაც არ გამოიხატება. თუმცა გრძნობელობა რომ გაქვს, აი ეს რა ტიპის ეს უბრალოდ მიანიშნებს, რომ ჩვენი კუნთოვანი მასა არ არის სათანადოდ განვითარებული. ეს არ არის მითი არის, რომ მაგალითად რევმატულ ტკივილს ახასიათებს მაინც და მაინც ამინთან კავშირი. დიახ. ნებისმიერი სახეობის თუ დაზიანება არის სახსრის, შეიძლება ამინდის ცვლილებასთან იყოს კავშირში. და რა არის დაუშვათ აი მთავარი სიგნალი ასეთი პირველადი, რამაც შეიძლება შეგვაშინოს, ასე ვთქვათ და უკვე ჩავთვალოთ, რომ აუცილებლად უნდა მივმართოთ სპეციალისტს. ეს არის მაგალითად დილაობით შებოჭილობის შეგრძნება ხელებში, რომელიც თავის არიulis მუშტის შეკვრა უჭირს პაციენტს, რომელიც გრძელდება 30 წუთი. შემდგომ ნელ-ნელა ეს შებოჭილობა იკლებს. ეს არის გასიებული, გაწითლებული ზოგჯერ სახსრები. ეს არის ცხელება დილაობით და სრული დაღლილობის შეგრძნება ხოლმე დილაობით განსაკუთრებით, რომელიც დღის მეორე ნახევარში უფრო კლებულობს. და შემდეგ დაუშვათ მივედით უკვე სპეციალისტთან და უნდა ჩავიტაროთ რა კონკრეტული კვლევები, ხო ალბათ რა. დიახ. პირველ რიგში სპეციალისტი რა თქმა უნდა ანამნეზს შეკრიბავს, გაგსინჯავთ ყველა სახსრს ჩამოვლი, სადღაც უამრავი სახსრის დაზიანება შეუძლია რევმატოიდულ ართრიტს. შემდგომ კი თანამედროვე ლაბორატორიული მაჩვენებლებით შესაძლებელია ამ დიაგნოზის მარტივად დასმა 80%-ში, დანარჩენ შემთხვევაში კი დამატებითი გამოკვლევების საშუალებითაც შეიძლება დავსვათ, როგორიც არის მაგალითად. სტატისტიკა როგორი არის საქართველოში? მატულობს მსგავსი დაავადებებით მომართვიანობა თუ კლებულობს? უფრო მატულობს მომართვიანობა, ეს იმაზეცაა დამოკიდებული, რომ დიაგნოსტირება გაცილებით გამარტივდა რევმატოიდული ართრიტის. თუმცა სტატისტიკურად დაახლოებით 0.5-დან 1%-მდე მოსახლეობის დაავადებული არის რევმატოიდული ართრიტით. რაც საკმაოდ მაღალი ციფრებია. განკურნებადია ბოლომდე? ბოლომდე განკურნებადი არ არის, ისევე როგორც სხვა ქრონიკული დაავადებები, თუმცა მისი მართვა გაცილებით გამარტივებულია. და რა იწვევს საბოლოო ჯამში ეს არის ძალიან საინტერესო. ზუსტი გამომწვევი მიზეზი ამიტომ ისთვის. რომ თავი დაიზღვიოს ადამიანმა, როგორ ავიცილოთ თავიდან. კი ბატონო, ზუსტი გამომწვევი უცნობია, ეს არის აუტოიმუნური დაავადება, თუმცა რაღაც ფაქტორები ვიცით, რაც შეიძლება ამ აუტოიმუნურ მექანიზმს არის ფაქტორი. კი ბატონო, ერთ-ერთი გენეტიკა არის, მეორე არის მაგალითად თამბაქოს მოხმარება, რომელიც დადასტურებული არის, რომ ის პაციენტები, რომელიც მოიხმარებენ თამბაქოს, უფრო ცუდი პროგნოზი აქვთ რევმატოიდულ ართრიტში და აგრეთვე უფრო ხშირად უვლინდებათ. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესოა დიაგნოსტირების რა მეთოდები არსებობს, ამაზე რომ ვისაუბროთ. დიახ, პირველ რიგში მინდა დავამატო, რომ ეს არის სიმეტრიული ართრიტი ძირითადად, ანუ თუ ერთი მაჯა დაგვიზიანდა, სავარაუდოდ მეორე მაჯაც დაგვიზიანდება,
აგრეთვე იქნება მუხლები და ასე შემდეგ. დიაგნოსტიკური მეთოდებიდან ეს არის მნიშვნელოვანი ლაბორატორიული მეთოდები, ანტისხეულების განსაზღვრა, თანამედროვე დროს დაემატა ახალი ანტისხეულები, რაც უფრო მაღალ პროცენტში იძლევა რევმატოიდული არტრიტის დიაგნოზის საშუალებას, ადრე მხოლოდ მაგალითად რევმატოიდული ფაქტორი იყო, ახლა მრავალი ახალი ანტისხეული დაგვემატა. აგრეთვე ინსტრუმენტული კვლევები, როგორც არის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, ულტრაბგერა და ასე შემდეგ. და მკურნალობა მედიკამენტური მკურნალობა და მთელი ცხოვრება უნდა მიიღოს ეს თუ რაიმე რეჟიმი ჭირდება, სპეციალური ვარჯიშები ჭირდება, აი როგორი არის შემდგომ მკურნალობის დინამიკა. დიახ, ერთ-ერთი მითია რომ ვარჯიში არ შეიძლება რევმატოიდული არტრიტის დროს. სიამოვნებაში ვარჯიში, სწორი ვარჯიში აუცილებელია რევმატოიდული არტრიტის დროს, რადგან ჩვენ კუნთებს უჭირავთ ჩვენი სახსრები და აუცილებლად ფორმაში უნდა გქონდეს. დიახ. ეს არის ვარჯიში მხოლოდ, მედიკამენტები არ არის. მედიკამენტები, რა თქმა უნდა, პაციენტი ღებულობს იმუნოსუპრესანტებს მთელი ცხოვრება. მთელი ცხოვრება იღებს გარკვეულ. აი, როგორც არტერიული ჰიპერტენზიას მართავს სამლებით. ასე ამასაც. აი მითი ახსენეთ, წეღან და დამაინტერესა ხო არსებობს, ალბათ ყველა დაავადებაზე არსებობს რაღაცა მითი ხალხში, რომ აი ესე ჯობია და ესე არა. აი სამედიცინო თვალსაზრისით რომელი მითი არის დაუშვათ ყველაზე ცუდი ასე ვთქვათ და არახელსაყრელი. სხვა შორის ძალიან ბევრი მითი არსებობს რევმატოიდულ არტრიტზე, მაგალითად, უნებელი მითი ისაა, რომ ხელების კაცონი იწვევს რევმატოიდულ არტრიტს, რაც რა თქმა უნდა ესე არ არის. აგრეთვე არის მითი, რომ დიეტით შეგვიძლია ჩვენ მართოთ რევმატოიდული არტრიტი, რაც რა თქმა უნდა აგრეთვე მართალი არ არის. ბევრი პაციენტი შიმშილობას მიმართავს, რაც აგრეთვე არ შეიძლება. ხალხური მედიცინის საშუალებები, საკვები დანამატები, რომლებიც არ არის გამოკვლეული რაშვება. მხოლოდ ამ მედიკამენტებით და საკვები დანამატებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება რევმატოიდული არტრიტის მართვა. იცით ამენტრეს, აი სხვა ტიპის დაავადებები, რომლებიც აი თითქოს გავს, აი იგივე პოდაგრა მაგალითად, ან აი თქვათ მაგალითად ფსორიაზული არტრიტი და ასე შემდეგ. ესენიც ამ ტიპის დაავადებებს მიეკუთვნება და მათი კოპირება, მათი გარკვეულწილად მართვაც შესაძლებელია, ანუ ისინი ქრონიკულია და სამუდამო, ასე ვთქვათ, არა ეს დაავადებები. დიახ, პოდაგრის შემთხვევაში ეს უფრო მონოარტრიტი, ანუ ერთ სახსრს აზიანებს ძირითადად თავიდან, ხდება გაწითლება, გაცხელება ამ სახსრის, ძალიან ტიპიურია მამაკაცებში უფრო ხშირია. რომელ სახსრს, მაგალითად ეს ხელზე შეიძლება იყოს პოდაგრი? ნებისმიერ სახსრს, განვითარებული თქოს ფეხზე აუცილებლად იქ უნდა იყოს. დიახ, ფეხი ცერათით არის ყველაზე ხშირად დაზიანებადი. მოდი მამაკაცებში განსაკუთრებით ხდება გაცხელება, გაწითლება, ისე რომ ხელის დაკარებაც ძალიან რთულია ამ დროს. ესე იგი ეს არის პირველი ნიშანი, რომ გაცხელდა და გახურდა. კი. რაც შეეხება ფსორიაზულ არტრიტს, ფსორიაზული არტრიტის 80% ჯერ დაზიანებული კანზე წარმოიქმნება, იწყება არტრიტი, ხოლო 20% ჯერ იწყება არტრიტი, შემდეგ შეიძლება წლების შემდეგ არ ვითარდეს ეს ფსორიაზული დაზიანება კანის. ეს მხოლოდ სახსრებზეა საუბარი, რომ ფსორიაზული არტრიტი მხოლოდ სახსრებს ამითი განასხვავებს სხვა ტიპის ფსორიაზისგან, მაგალითად, თუ აი რადიათი როგორ უნდა მივხვდეთ. ისევე როგორც რევმატოიდული არტრიტი, ფსორიაზული არტრიტი სისტემური დაავადებაა და მასაც ახასიათებს შინაგანი ორგანოების დაზიანება, როგორიც არის მაგალითად კუჭი, როგორიც არის თირკმლები, როგორიც არის ფილტვები და ასე შემდეგ. თვალის დაზიანება ძალიან ხშირია და ასე შემდეგ. ეს უკვე მას შემდეგ რაც არ იმკურნალებ ხო ადამიანი და დროული დიაგნოსტირება და ნაადრევად დაწყებული მკურნალობა უმნიშვნელოვანესია, რადგან დაგვიანებული მკურნალობა იწვევს ნაადრევ ინვალიდიზაციას. ბატონ ლაშა, ლაბორატორიულ კვლევებში, ანუ ანალიზის სახით, რაიმე ცვლილებები შეინიშნება ხოლმე ამ დაავადების დროს? სისხლის საერთო ანალიზში. სისხლის საერთო ანალიზში ამ დროს ხშირად გვაქვს ანემია, ანთების გამო ხშირად გვაქვს ერითროციტების დალექვის სიჩქარის მომატება, სერიაქტიული ცილების მომატება, რომელიც არის ანთების მაჩვენებელი. ანუ რა გარკვეული ცვლილებები შეინიშნება და ამითაც შეიძლება მივხვდეთ, ხო? კი, თუმცა ეს არაა სპეციფიკური. სპეციფიკური არის სპეციფიური ანტისხეულები რევმატოიდული არტრიტის მიმართ. ამის განსაზღვრა ეს კიდე ცალკე კვლევაა. კი, ცალკებად. რომელიც მონებრივია, რომ ალბათ გარკვეულ, მთელი ცხოვრება ამის მიღება გარკვეულ საბჭოთან დაკავშირებული. რევმატოიდული არტრიტის დროს. კვებას მნიშვნელობა აქვს, მაგალითად არის ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც ითვლება უფრო ანთებისაც წინააღმდეგო ეფექტის მქონედ, არ არის რეკომენდირებული ეგრეთ წოდებული ფასტფუდები, ჯანკ-ფუდები და როგორც რაც მთავარია, როგორც გითხარით. დიახ, ყველაზე უფრო მოწევა არ არის რეკომენდებული ამ დაავადების. აი პოლიმიალგიაზეც რომ რამდენიმე სიტყვა ვთქვათ, ასევე რევმატოიდულ ეს რას განუმარტოთ მაყურებელს, რას ნიშნავს და რითია იგი ასე ვთქვათ, საფრთხის შემცველი. რევმატული პოლიმიალგია ეს დაავადება არის ძირითადად უკვე ასაკოვნების დაავადება. ხო, აი ასაკოვნები უყურებენ ხშირად და მათ აინტერესებს. ვითარდება როგორც ეს 50 წლის შემდგომ, ახასიათებს შებოჭილობა მენჯბარძაყებისა და მხრების სახსარში, ისე რომ პაციენტს არ შეუძლია დასაცმის ჩაცვა, თავის მომსახურება.
თუმცა რევმატული პოლიმიალგია ძირითად შემთხვევაში მარტივად ემორჩილება მკურნალობას, თუ არ არის რაიმე სხვა გართულება, რომელიც ემორჩილება მკურნალობას, ასე ვთქვათ, ანუ ეს ყველაფერი ვარჯიშებით თუ რა უნდა აკეთოს ხანდაზმულს. მედიკამენტური თერაპიით პირველ რიგში ძალიან სწრაფი შედეგი გვაქვს ხოლმე რევმატულ პოლიმიალგიაზე. აქაც ქალებია დომინირებენ. აქაც ქალები უფრო მეტი არის ვიდრე მამაკაცები. რატო რა განაპირობებს ამას? მათია კონსტიტუცია, აგებულება, ჩონჩხის თუ ჰორმონალური ფაქტორი არის ყველაზე ჰორმონალური. დიახ. თუმცა ზოგიერთი როგორც აღვნიშნე, აი პოდაგრას შემთხვევაში მამაკაცები არის გაცილებით წამყვანი ვიდრე ქალები. იცით რა პოდაგრას დაუბრუნდები ერთად თუ შეიძლება, იმიტომ რომ ჩემს ძალიან ბევრ ახლობელს აღმოაჩნდა ის და აუკრძალეს, თქვათ, მართლა დიეტის დაცვა მოთხოვეს, თქვათ, სასმელი ლუდი განსაკუთრებით ხეს რა შეიძლება ლუდის მიღება, ნუ ზოგინო შეგიძლია, მაგრამ ლუდი არა და სიარულის შებოჭილობა იყო. ანუ რაღაცა პერიოდის მერე ეს თუ არ დავიცავით, ასე ვთქვათ, მთელი ცხოვრება ესე უნდა ვიცხოვროთ, არ უნდა დავლიოთ ლუდის სასმელი, თუ არ თუ გაგვირთულდება ეს დაავადება? დიახ, დიეტა ძალიან მნიშვნელოვანია პოდაგრის დროს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი არის მედიკამენტოზური მკურნალობის ჩატარება. ანუ პაციენტი თუ არ ღვევს დიეტას, ჯობია მედიკამენტური თერაპიის ფონზე დაარღვევოს და არა ისე. ისე იგი თან მედიკამენტიც უნდა დალიოს და თან დიეტაც. ეს არის იდეალური შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი პურინი შედის ლუდში, აქედან გამომდინარე ლუდი პირველ რიგში და სხვა ალკოჰოლების პრინციპში იგრძელება, აგრეთვე ხორცის პროდუქტები, წითელი პროდუქტები, ეს არის პარკოსნები, როგორც ლობიო, სოიო, პარდა და ასე შემდეგ. და ამასე დატვირთვას არა აქვს. ხომ ნიშნავდა თუ ბევრს დავდივარ მაგალითად ფეხით და ვთქვათ არაკომფორტული ფეხსაცმელი მაწვია, ეს გაართულებს ამ შემთხვევაში. შეიძლება არა არის დამოკიდებული მექანიკურ გაღიზიანებაზე. არა, თუმცა თუ მაგათი ტრავმირებული არის სახსარი, იქ უფრო დიდი ალბათობა არის არტრიტი განვითარდეს. ეს მხოლოდ თავიდან იწყება ერთი სახსრით, შემდგომ მრავალ სახსარზე გადადის და ხდება შამჯავა კრისტალების დაგროვება ამ სახსრებში, რომელიც თავს დეფორმაცია შემდგომ სახსრებს. ანუ ვარჯიშს ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე ვიცნობ პირადად ისეთ ადამიანებს, რომლებსაც დიაგნოზი ჰქონდათ პოდაგრა და უთხრეს, რომ ეს სამუდამოა, მთელი ცხოვრება გექნებათ და რეალურად ისინი განიკურნენ და აღარც აწუხებთ უკვე წლებია. ალბათ უფრო სწორად მართავენ და არა, მართავენ არა, აღარ აწუხებთ. ეხლა ეს მართვაში ჩაითვლება თუ ეს განკურნებაში ჩაითვლება, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არიცავენ რეჟიმს, არიცავენ დიეტას, არცვავენ წამლებს. რაღაცა აი პერიოდის მანძილზე ფიზიკური აქტივობა. რაღაცა ვარჯიშებს, ეხლა მე კონკრეტულად არ ვიცი როგორი იყო ეს ვარჯიშები, მაგრამ ფაქტია, რომ აი ჩემი ორი ნაცნობი, ასე ვთქვათ, ესე განიკურნა პოდაგრისგან. საერთოდ აღარ აწუხებთ. ანუ ამას აქვს ხომ ალბათ ფიზიკურ აქტივობას დიდი მნიშვნელობა, თუმცა რამდენად იყო ეს ნამდვილი პოდაგრა, ეს არის საქმე, იმიტომ რომ ხშირად თერაპიის ვალგუსური დეფორმაცია ეშლება პოდაგრაში. ალბათონებში არის გავრცელებული საკუთრებით. რაც შეეხება პოდაგრას, როგორც აღვნიშნე, თუ პაციენტი იცავს დიეტას და თუ პაციენტი ღებულობს მედიკამენტს, შეიძლება მრავალი წელი რემისია ქონდეს და საერთოდ არ შეაწუხოს პაციენტს ეს წავიდგება. ერთი კიდევ მნიშვნელოვანი შეკითხვა მაქვს, თუ შეიძლება, გარდა ლაბორატორიული ტესტების, აი ანალიზები, თქვა სისხლის საერთო ანალიზი ვახსენეთ ხო წეგან. საინტერესოა აი გაშუქებით, მაგალითად მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიით, თუ არის შესაძლებელი რომ ეს ცვლილებები დავინახოთ. იმიტომ ხშირად შეიძლება თქვა კონკრეტულად ამ პრობლემის გამო არ მივიდეს პაციენტი, თქვა ამის გასატესტად, მაგრამ ნუ შემთხვევითობითაც შეიძლება აღმოჩნდეს. დიახ, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია საკმაოდ ინფორმაციული მეთოდია, იგი გვაძლევს საშუალებას სანამ ეროზიები ჩამოყალიბდება, მანამდე დავინახოს ანთების პროცესის განვითარება. ასე რომ საკმაოდ ხშირად გამოიყენება და მნიშვნელოვანი ეფექტურობით გამოირჩევა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. თავარი არის რომ პრაქტიკულად ყველა საკითხს ანუ კვლევები ჩავიტაროთ ხოლმე, რა თქმა უნდა, ეს თუ გვაწუხებს რა აქტიურები, სწორად ვიყვებოთ და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებულ დღეს გისურვებთ. მრავლის მომცველი ესე